დაპყრობილია გასტუკიანი კონკავშირები და არასწორად ჯინსიანი ბიჭები. პრობლემაა. თუმცა გვიწუნებენ ესე ვთქვათ ჩვენი საუბრის სლენგს და ესე ვთქვათ თვითონ ძალიან კარგად საუბრობენ ეთქობა და ძალიან კარგად უზეროს აფსარვიზახ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხი ამ 5 წელიწადსაც მოიწმენდა. მაგრამ მე რომ ვიცოდე და მქონდეს იმის გარანტია, რომ ის ისევე აი ამ ციბრუცი არიტრიალებს და ის თავის შემთხვევას არ დატოვებს, მე ის თავის იგივე აბსოლუტურად გაუთავებელი პროცესია. აი რა უნდა? არ გვინდა სისხლის დაღვრა, არ გვინდა რევოლუციები, არ გვინდა, აი რა ვქნათ? აი დღეს რომ მოვიდეს და აი ჩვენ მოგვისმენოს რა ქვია, თვითმარქვიამ და წავედი მე ხო სახში წავედი აი მე რა იქნება ჩვენი მხრიდან და ჩვენი ქედიდან არ უნდა მიიღოს ხალხმა გადაწყვეტილება ხო რა თქმა უნდა ათო საზოგადოება მაგალითად ეს საზოგადოება რომ იმანიცოდეს რომ მის ხმას აქ ფასი მოთხოვნილება თავისუფლებისკენ არის ძალიან დაბალი შევფიქრე. მაიბრონი დაგვისრულეს, მაგრამ აი ესე მივედოთ ხელები ერთმანეთს და აი ჩვენ გამოსვლამდე ვიცი რომ შენ ჩემპიონში ხარ ისევე როგორც მე ჩემპიონში და დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი მაგრად იქნება. არ მეშლება ძმაკაცობა წიგნებს ვიცნობ შაურს თქვენთან ერთად გავალწინებ ფივერის შაურს. როგორ მიყვარდა სპექტაკლები რუსთავების თეატრის. არ უმაზავდი რა. მაგიდაზე საპერფლე სიგარეტი 100-ი 9 ციფრი 0-ია არ გვინდა გამათი დეგერიგერე რაფერი ერია ყველაფერი აკეთური კითური უპირო დაუსახური აკეთური კითური უბედური ეგრეჩი ხები ძველი ბიჭები და რამე არიან მაგარი რა იცან მაგარი იმენა მხედრიონის გაგება და თუ ეგ ისეთი ბიჭები როგორ ისეთი ბიჭები იცით რა მუნ თუ ძველ ქართულად ველაპარაკობენ ხოლმე მუნ იცით დიახ იმპულსიცაკია 19 ნაოჭიანი ხინკალი ეგ არის და გორის ციხე რა დეგერიგერე რაფერი ერია ყველაფერი აკეთური კითური უპირო დაუსახური აკეთური კითური უბედური ავოიე დავიღალე დედა ისტორია მამა მომავლისა დედა მუნჯი ასმკო დრამა მე რომ დამებედა დედიკო შენ ანინერგიულ მესიჯებზე რომელიც მოდის ოქროები ვართ შენ ხომ მაინც იცია რა იყვნენ და ილა პარა გოდ yes დალში სტუმრებამდე ვარ როგორც რომ ლონდერცავა ადამიანები ხო არიან რომ აი მაგადაცემაში რა მინდა კარგი რა რაღაც უტიფარი და გადაცე კარგი აი მაგადაცემაში 1000 წელი რა აზოგიერი ესეთი არა ნუ ეხა ნუ გასაგებია მაგრამ ნუ ეხა ნუ არა ნუ ეხა ნუ აი სნობი ტიპების ამბები ხო არის ზემოდან რო გიყურებენ მოდით ვისაუბროთ მაინტერესებს ნაკითხი მწიგნობარი ხალხის მოხსმენა იცან მწიგნობრებზე ერთი თქმილი სიტყვა კი წერია სახარებას თუ იცნობთ ზედმეტად მწიგნობრობაც არ ვარ გაგეთანხმებით არა იცით რა შეასაქმე ახლა ვერდიკადები ცოტა ნამდვილად ესეთი ლაპარაკს მაგრამ მე მგონი ისეთ თავისუფლების ინსტიტუტი ზუსტად რომ აი ამ პრობლემაზე მუშაობს დიახ რაც ახლა ის იყავი ის Presidente del Sacramento, pianamento dell'elemento, supermenti, accarissima. გამარჯობათ.
ნელ-ნელა მიდის კედლებით. ერთ რამაზე შეგვიძლია ბატონობასთან აუცილებლად მაინც ბატონობით მოგმართოთ შემონოდა აი ესე გავაკეთეთ მაშინ ესამბოლო გონიათ თქვენ რომ მივალთ რაღაც ჭეშმარიტებამდე თუ გვეშველება დაუშვათ ისეთ თუ ატყობთ თქვენ ისეთ რაღაცას რომ მე მათ შეკითხვას სვადაშვილის მახსოვს როდესაც კახი გავსადეთ დაუსვეს ვეშველება არა ნო ეს მახსოვს მე ასევე ხუმრობით უპასუხე მაგას რომ ჩვენ არ ამეთქი, მაგრამ ქვეყანას ეშვი. მე მაინც გონია რომ ყველაფერი არის დააკავშირებული დროზე და ურთიერთობას. აი როდის დადგება ეს მომენტი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ. აი მაგალითად ჩემი საქციები, მე რომ ახალგაზრდა ვიყო, რა თქმა უნდა დავწერდი. რინკალის უდიდეს პატივსაცემ, რომელიც შეიტყვა რომ შენთან ერთად დავწერდი. შეიძლება რისკია, თუმცა ქალი ამას ახალია ხან შესულია რაღაცა, მაგრამ როგორი სურვილია რომ დაგიდგეს შენ გვერდზე, დაუდგეს ამ იდეას. ელემენტარულად განვიცდი იმას, აი რასაც განიცდის ჩვეულებრივი, აი ნორმალური ქართველი და ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში. ეხლა მე თქვენი ის რომ ნახე ხო, აი მაშინ შევარდნაძის დროს თქვენი საქციელები გააკეთეთ. ჩემთვის იყო უდიდესი მაგალითი რაღაც, აი გმირობის, თავდადების, ესე იგი ესე უნდა იქცეოდნენ ადამიანები ამ ქვეყანაში თუ გვინდა რომ რაღაცა ესე იგი უნდა იმდავრების მაგალითი იყო რა ამას ეს ხო გამოგიგზო ხო არ გაწადრეთ საერთოდ ეგეთი რა ვიცი ამას ადამიანი გიბედავს აი ამას შემოგადრებას ხო აი ესეთი რაღაცის ესე იგი უკვე იმ თავიდან რომ გიგზავნის ხო უკვე ლაფში მე მაგალითად ყველაზე დიდი პრეტენზია აქვს თავრობის მიმართ რა თქმა უნდა მაქვს მაგრამ მე ჩემ ხალხს ვარ კაპრესი რატომღაც ამას ვამბობ ხა პედა ეს ამიტყვია ადამიანი რომელიც თავის ოჯახზე ფიქრობს მარტო ის თავის ქვეყანაზე ვერ ფიქრობს როდესაც თავის ქვეყანაზე იფიქრებს და იმისთვის ყველაფერს გააკეთებს თავის ოჯახი კარგად იქნება ამიტომ არის სტომილება იმ შეხედულებაში რასაც კი დაუშვათ პატრიოტიზმი და ინდივიდუალიზმი, რომელსაც ყველაზე უფრო ცუდი დახასიათება გუზნეობაში. თუმცა ზნეობას კარგავს საზოგადოება და ის ბრბოთ იქცევა. ბრბოთ ქცევა სხვადასხვის თავრობას ძალიან კარგად მოახერხა ეს. ბრბოთ ქცეულია, როდესაც 2 კილოგრამ რაღაც საჭმელში ან და იმაში რა ქვია რაღაცა საწვავში რომ გაყიდის ხმას, კაც ისინგის ხიდის. ზნეობას ხიბის, კი, ამიტომ არის ჩვენ ქვეყანა ამ მდგომარეობაში. თორე 2 კაცი და 15 კაცი ვერაფერს ვერ უზავს. თუ ქვეყანა არის თავის სიმაღლეზე. მოსაძების სიმაღლეზე. დასაკვირველია. ამიტომ მე რა უბრალოდ მაგ ესე დავადანაშაულო ჩემი ერი, მაგრამ ძალიან დიდი წილი მოდის ხალხს. საქმრობა, ჩემი საქმე არ არის, ამდენი შეიძლება ხალხს არ აქვს. იმიტომ რომ დასრულდა იმით რომ ჭამაზია გადასვლის უყელა. მე მაგალითად უკვე ვერ ვფიქრობ იმაზე რა საზოგადოებაა ეს. ასეთი რაღაცები ხდება, ომი იყო. ეს დღიანი ხო? საათები და ამ დროს რესტორნები, კაფეები, ბარები თუ გახსოვს შენ რესტორნების და სხვადასხვა ობიექტების